საღამომშვიდობისა ძვირფასო მეგობრებო, ღმერთი იყოს ჩვენი შემწე, ძალიან ბევრს აინტერესებს, ბევრი მწერს, ძალიან ბევრი კითხვები დაგროვდა, მით უმეტეს რომ ყოველ წუთს ახალ-ახალი ამბები ხდება საქართველოში. ეს ალბათ, არ ვიცი, ძალიან საინტერესო კითხვები დაგროვდა და ალბათ პირდაპირ და გულწრფელად უნდა გაეცეს პასუხი ყველაფერს. მე ძალიან ვაფასებ ჩემს აუდიტორიას, იმიტომ რომ ეს ხალხი, ვინც ჩვენთან არიან და ჩვენ გვისმენენ და ერთად მოქმედებთ, ეს ხალხი სამშობლოზე მოფიქრალი ხალხია და სამშობლოს მომავალი აინტერესებს და ეს ხალხი არ არის სულზე გაყიდული ხალხი. ყველაფრის სანაცვლოდ სამშობლოსთვის ყველაფერს გააკეთებენ, მე ვიცი. და ბედნიერი ვარ, რომ ძალიან ბევრი ასეთი მეგობარი შევიძინეთ აი ამ ბრძოლაში. ასეულობით ადამიანია ასეთი და ეს ძალიან მახარებს და ყველას გვახარებს. თანდათან კიდევ უფრო ძალიან ბევრი გავხდებით, ვინაიდან იდეა, რომელსაც ჩვენ გვინდა რომ ფრთები შევასხათ, ერთადერთი გამოსავალია ამ ქვეყნის ჩიხიდან გამოსვლისა. ქართველი ერის გაერთიანება ეს მხოლოდ და მხოლოდ არ აწყობს მტერს. აქ სხვა რაღაცა პარტიული დოქტრინები და რაღაცა დებულებები საერთოდ აზრი ეკარგება. უნდა გაერთიანდეს პირველ რიგში ქართველი ერი, მაგრამ რისთვის უნდა გაერთიანდეს? კი, ამაზე ბერჯერ გქონია ჩვენ საუბარი და ბერჯერ აგვიხსნია და გვიტყვია. როდესაც თავიდანვე დავაფუძნებთ ქართველთა დიდი გაერთიანება, მაშინ თქვით, რომ ჩვენი მთავარი გენერალური ხაზი არის კონსტიტუციური სამართლიანობის აღდგენა, საიდანაც დაიწყო ქვეყნის გრევა, როდესაც კონსტიტუციური სახელმწიფო დაამხეს 1992 წლის 6 იანვრიდან. ეს არის გასასწორებელი. რა თქმა უნდა, ეხლა მუდმივად სულ ერთი და იგივე ვიმეოროთ არ არის საინტერესო, ეხლა ხალხი წერს კითხვებს და მოდი დავიწყოთ. თქვენ იცით, რომ ცოტა ხნის წინ, რამდენიმე დღის წინ ჩვენ ვიყავით ტელეკომპანია სეზონზე მიწვეულები ბატონ ნიკოლოზისგან. მე არ დაგიმალავ და ძალიან ახლო ურთიერთობა მქონდა ბატონ ნიკოლოსთან, ხშირად დაურეკია, გვისაუბრია. მე ძალიან გამაკვირვა იმან, რომ აი ესეთი რთული და არ იყო ნამდვილად კარგი ეთერი. აი ბელა ბაბუნაშვილი წერს, მე დავასახლე, არავის არ ეგონოს რომ მე ეგონო, თუ ხართ თქვენ და ბატონი დემური TV სეზონის მასპინძლობით. ასევე წერს კახა კახაბერიც, სვამს იგივე კითხვას. ეხლა კმაყოფილი როგორ უნდა ვიყო, როდესაც ესე იგი წამყვანი, ეხლა მე პირდაპირ ვიტყვი, ბატონ ნიკოლოზს არ მინდა შეურაცხყოფა, არავის არ ვაქენებ შეურაცხყოფას, მაგრამ გადაახდით და ნახეთ, მე ესე იგი მოთმინების უმაღლესი დონე შევინარჩუნე. მე არა ვარ ისეთ ოჯახში აღდილი, რომ ესეთ საზოგადოებას პირველ რიგში პატივს და ნამდვილად არ ვიკადრებდი იმას, რომ იქ რაღაცები დამეწყო და ყველამ ნახეთ ალბათ ეს ეთერი, ძალიან ბევრი შეურაცხყოფაც მივიღე, მაგრამ არ ავყევი, იმიტომ რომ საჭირო იყო ალბათ ასე. პირველ რიგში ცდილობაა ჯერ, მართლმადიდებლობაა და ეს უნდა ვიცოდეთ. მეორე, როდესაც ნიკოლოზი გვეუბნებოდა, რომ თქვენ მე იცით, პატივი უნდა მცეთ. პატივი ყველამ უნდა ვცეთ ერთმანეთს და თქვენ მაინც და მაინც რატომ უშვებთ ამას ესეთი რაღაცა კატეგორიულ ხაზს, რომ მე და ბატონმა დემურიმ სიტყვაზე ჩასულმა სტუმრებმა, თქვენზე ბევრად უფროსებმა და ბევრი რამეში ვარ, ეხლა პირადად მე ჩემ თავზე ვიტყვი, თქვენ არ დაგესიზმრებათ იმდელ ბრძოლებში და უბედურობებში ვარ გამოვლილი და იმდელი მაქვს ნაბრძოლი და მაინც ეხლა თბილისიდან გორში შენი მოწვევით ჩამოვედ, მე ხوار თხოვე რომ მომიწვიე მეთქი. თავად მთხოვეთ, ხო ბატონ ნიკოლოზ? ჩამოვედით, პატივი დაგდეთ შუაღამისას და
პატივი უნდა მცეთ, იმიტომ მე ვარ რაღაცა რეიტინგული ტელევიზია, კაცო, რეიტინგები მოდი ხალხმა განსახილოს რა, რეიტინგებს არც მე არ უჩივი, თუნდაც სოციალურ ქსელში. მე რა ტელევიზია არ აქვს და არავისთან არა ვარ შეკრული. აქ ეხლა მოდი პირდაპირ ვილაპარაკოთ, თუ მთავრობასთან არ ახარ შეკრული, ან ნაციონალურ მოძრაობასთან, ვერანაირი ტელევიზია ვერ გექნება, ხო? თუ ერთი პატარა ტელევიზია არ ქონდა რაღაცა, რომელსაც ჩვენ ვაკონფიცებთ, რომ სერიოზულად იქნება რაღაცა ხალხის დახმარებით გავაკეთოთ ნორმალური ტელევიზია. რანაირად გექნება ეს ხო ყველა ვიცი საქართველოში რომ ტელევიზია არ გექნება თუ არ ახარ ქართული ოცნების მართული ან ნაციონალური მოძრაობის მართული. და რომელ რეიტინგებზე აქვს ლაპარაკი? ეგ რა საჭიროა რომ თქვენვე პატივი უნდა მცეთ. მე პირველ რიგში ასე ვიცი და ასეთ ოჯახში ვარ აღზრდილი რომ და ასეთ დროში ვარ აღზრდილი რომ უმცროსმა უნდა სცეს უფროსებს პატივი. ამის ხაზგასმა ნამდვილად არ იყო საშიშია. როდესაც მე აი ძალიან გაცხარდა მის და დემუს შორის საუბარი და დამშვიდით მეთქი რაღაც მომენტში მე კიდევაც ვთქვი ეს სიტყვა ვიხმარე და მე მგონი ამაზე ძალიან გაბრალდა ბატონ ნიკოლო თქვენ გაბრალდით ამაზე და სიმშვიდე ეს ისეთი სიტყვაა დამშვიდით რომ თუ რელიგიური ადამიანი ბრძანდებით აი ეს კარგად უნდა გესმოდეთ რომ ეს სალანძღავი სიტყვა კი არ არის სალანძღავად რომ მიიღეთ ნამდვილად არ არის სალანძღავი მაგრამ სალანძღავი ციტრა იყო მე რომ მოვითვინე რომ თქვენ არაფერი არ გესმით ვერაფერი ვერ გაიგეთ რა თქვია ვერაფერი ვერ გავიგე ძალიან კარგად გავიგე მაგრამ ორ სიტყვას ვიტყოდი მესამე სიტყვაში ესე იგი მიჭრიდი ხო ყველაფერს არ მალაპარაკებდი ხო თუ მომიწვიე თუ წამყვანი ხარ რომ სვავ კითხვას უნდა მომისმინო ეს საწყენი არ არის არ გლანძღავ ძალიან ბევრი დამსახურებაც გაქვს პირდაპირ გეტყვი აი ამ ლიბერალური ფაშიზმის წინააღმდეგ და ალბათ პირველი შეიძლება თქვენზე წამოსულიყო ერთ-ერთი პირველი იერიში რომ აი ამათ რომ გაემარჯვოთ ხო და ჯერ კიდევ არ ვიცით ხო ბრძოლა მიდის მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ჩვენ ეროვნული აი პირადად მე ხო მთელი ცხოვრება რა ვიცი მე არ ვიცი მე თუ ვინმე რამე საომაკვედრის არაფერი ეროვნულის გარდა არაფერი არ რა ქვია მიმოქმედია ჩემ ცხოვრებაში და ეხლა დამასაკვებელოს ვიღაცამ რაღაცა თქვენ მე პატივი უნდა გცეთ თქვენ არაფერი არ გაგეგებათ ეს როგორ შეიძლება ეს არის ძალიან დიდი შეურაცხყოფა და ეხლა ღირსება ყველას გაგვაჩნია და კიდევ ვიმეორებ ძალიან ბევრი მოვითვინე და მოვითვინე იმიტომ რომ საზოგადოებას და ტელემაყურებლებს და პუბლიკას ვიცი პატივი. მე მგონი გავეცი პასუხი და საერთოდ ტელევიზიაში ჟურნალისტია თუ წამყვანია, როდესაც მიყავს მეც ბერჯერ წამიყვანია გადაცემები, კოვიდის დროს ალბათ იცით თქვენ ხმალამოღებული ვიბრძოდით და როდესაც ვიწვევდი მე მედიცინის მეცნიერებათა დოქტორებს და აკადემიკოსებს იქით საყვედურობდნენ ხოლმე რომ ცოტა ხშირად ჩაერთეო კითხვებში იმაში მე არ უკადრლობდი მაგას, იმიტომ რომ როდესაც ჩემზე მე იმ საკითხებში დილეტანტი ვიყავი და როდესაც აკადემიკოსი საუბრობს და მეცნიერებათა დოქტორი medicინისა, მე რატომ უნდა ჩაუჭრა იქ და რატომ არ უნდა დავაცადო, რომ აზრი სწორად წარმოსწროს და სწორად თქვას ყველაფერი სათქმელი. გოდერძი მიქელაძე როდის ექნება ქართველთა გაერთიანებას ტელევიზია თუნდაც დღეში 1 საათიანი რომ გქონდეთ მაინც იქნებ მოხერხეს კითხვა პასუხი პირდაპირ რეჟიმში დიდად საინტერესო იქნებოდა. კი, ნამდვილად ამაზე მუშაობთ ძალიან სერიოზული განხილვები გვაქვს, ასე ვთქვათ. არის რამდენიმე პროექტი ვერ ჩამოვყალიბდით ბოლომდე, მაგრამ ერთ რამეში ვარ ჩამოყალიბებული, რომ სექტემბრის პირველში აუცილებლად ჩვენ გვექნება ტელევიზია, საიდანაც ჩვენ გვექნება პირდაპირ პოლიტიკური, ასე რომ ეძახდნენ თოქ-შოუები, რომ არ დაიბნეთ, მაგრამ ეს სიტყვა არ მიყვარს, მაგრამ რაღაცა სახელს მოუძებნით ჩვენ, კვირაში ერთი გადაცემა იქნება ასეთი, ძალიან საინტერესო თემებზე და განხილვებზე, მიუკერძოებები აბსოლუტურად
და პირდაპირი ეთერით. ხო და როგორ და რა ტელევიზიები იქნება, ამაზე ვმუშაობთ. ასევე გვინდა რომ კონდეს რამდენიმე გადაცემა დღეში კვირაში 1-2-3 გადაცემაც. მაგრამ ტელევიზია აუცილებლად სექტემბრის პირველ რიცხვებში უნდა იყოს მზად. ჩვენ ახლა გვაქვს შემოწირულობები ფონდში. რაღაც თანხები არის იმ დონეზე რომ ფიქრობთ რომ სექტემბრისთვის არ უნდა გაგვიჭირდეს და მოვახერხებთ ამას რომ აი ეს რაც დანახარჯი იქნება დაახლოებით ალბათ ჭირდება ყველაფერი რო აწყო, კამერები ჭირდება, 2 კამერა და ასეთნაირ ტექნიკური საკითხებია. 2-3 კამერა ჭირდება მინიმუმ. და არის იქ კიდევ რამდენიმე რაღაცა ისეთი, პლუს იქ მემონტაჟე და ასე შემდეგ ოპერატორი წამყვანი. დაახლოებით ეს არის 10,000 ლარის ოდენობის თანხა. და მე ვფიქრობ რომ თუ ცოტა კიდევ იაქტიურებენ ემიგრანტების და ჩვენი წევრებიც რომლებსაც ფაქტიურად აი 20-30%-ზე მეც არ მიუღია მონაწილეობა რომ 10 ლარიანის რო დავაწესეთ მაგრამ ვისაც უჭირს კიდევ ვიმეორებ არ შეწუხდნენ იმიტომ რომ ასეთი ადამიანებისთვის ის 10 ლარიც რაღაცა არის. მოკლედ ძალა ერთობაშია და მე მგონია რომ რაც მეტი იქნება მანდ მხარდაჭერა, მით მეტი იქნება შედეგი. ზურა ზაუტაშვილი ჩაიწერება თუ არა მამის სახელი და ეროვნება პირადობაში, როდის მოხდება რომ ქართველი იყოს საქართველოს პატრონი. ამისთვის ვიბრძვით ბატონო ზურაბ რომ პირველი მოცემულობა არის რომ რეჟიმი რომელიც 92 წლიდან არის საქართველოში, გარედან დასმული, გარედან თავს მოყოლული საქართველოს რომელიც ანადგურებს მთლიანად ქვეყანას. მე პირდაპირ გეტყვით რომ ახლა ადრეც მისაუბრია მაგაზე, მათი მთავარი სამიზნე იყო პირველ რიგში ძლიერი საშუალო ფენის წელში გატეხვა და ეს იყო ქვეყნის ხერხემალი. საკმაოდ ძლიერი იყო მაშინ საშუალო ფენა, ყველას ბანკში ანგარიშები ჰქონდა, მოატყუეს ხალხი შეატაინეს ანაბრები და მთლიანად გაძარცვეს. შემდეგ სათამაშო სფაში შეაფასეს მთელი საქართველოს ქონება და ერთი მუჭა კრიმინალურმა ბანდამ შევარდნაძის მეთაურობით მიიწვია მთელი საქართველოს უძრავ-მოძრავი ქონება. ამის შემდეგ როგორ განვითარდა მოვლენები იცით თქვენ, დიდი ფული იშოვეს, აქეთ დარჩა მთლიანად გაღატაკებული ხალხი და თავს მოახვიეს ასევე კრიმინალური ძალები, გარეთ ვეღარ გამოდიოდა ხალხი, მთლიანად შეაშინეს საზოგადოება, მთლიანად დააბნელეს საქართველო, აღარც ელექტროენერგია, აღარაფერი, ხალხი ჩააგდეს სასოწარკვეთილებაში, რომ როგორმეც აი მთლიანად წელში გაეტეხათ და აღარ ყოფილიყო ის მუხტი, რომელიც მოდიოდა ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას აი შემართული ხალხიდან. ეს ყველაფერი შემდეგ გადავიდა მეორე ეტაპზე, მერე დაიწყეს უკვე გაყალბებები, ყალბი არჩევნების ჩატარებები. შემდეგში გააუქმეს კონსტიტუცია, საქართველოს მთლიანად შეუცვალეს სახელი, ჩვენ რომელიც სახელწოდებაც ჰქონდა საქართველოს რესპუბლიკა, რის შედეგადაც ჩატარდა რეფერენდუმი საქართველოში და გამოცხადა დამოუკიდებლობის აღდგენა, ეგ სახელწოდება შეუცვალა მიხეილ სააკაშვილმა, რადგან ლეგიტიმაცია ვერ მიიღეს კანონიერი ხელისუფლებისგან და დღეს ქვია სახელმწიფო საქართველო. ანუ სამართლებრივმა აიმ კანონიერი ხელისუფლებასთან არავითარი კავშირი აღარ აქვს აი ამ მთავრობებს. აბსოლუტურად კონსტიტუციაც ჩვენი ხელისუფლების დროს შეცვალეს არალეგიტიმურმა თოფით მოსულმა ყაჩაღებმა და 95 წლის იმ აგვისტოდან კონსტიტუციური სამართლებიდანაც ქვეყანა გასულია.
ეს კონსტიტუცია ნელ-ნელა მე ყველა მთავრობამ ჯერ კოცებმა მე ნაცებმა შემდეგ ისა ჯერ მოქალაქეთა კავშირმა შემდეგ ნაცებმა შემდეგ კოცებმა ყველა ქვეყანონებით მოირგეს თავზე და აღარაფერი აღარ დარჩა იქიდან სამართლიანობისა საერთოდ. მთლიანად ქვეყანა აი უზურპირებულია, აღარ არსებობს განათლება, სისტემა დანგრეულია მთლიანად, განადგურებულია, არ არსებობს განათლება, არ არსებობს ჯანდაცვა, არ არსებობს ეროვნული წარმოება, არ არსებობს მრეწველობა, არ არსებობს სოფლის მეურნეობა, არ არსებობს სამართალი, არ არსებობს პროკურატურა, არ არსებობს პოლიცია და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ერთ კაცს და მის ინტერესებს და მთლიანად აი ამ ხელისუფლებას. მოკლედ ყველაფერი არის დანგრეული, ასე ვთქვათ. და ახლა ყველაფერი ინდონეზია დანგრეული, რომ არ ვიცი მსოფლიოში ალბათ არ მოიძებნება ქვეყანა ასეთი რამეები ხდებოდეს. ქურდული გარჩევებით ხდება, ვირამდელი მოიპარა და ვირამდელი უნდა მოიტანოს, რამდენი 100 მილიონი უნდა მიუტანოს იქ არაფორმალულ მართლს. რა ვიცი, ესეა, აი ყველა უყურებს ამას, მთელი საზოგადოება, ხო ხედავთ ყველანი რა. როგორ უნდა მოხდეს, რომ საქართველოს პატრონი იყოს ქართველი? აი ამას ვაკეთებ, პატრონობა. პირველ რიგში უნდა მოხდეს ქართველი ერის გაერთიანება, რასაც ვაკეთებთ. და ძალის გარეშე ჩვენ ვერანაირად ვერ მივალთ იქამდე, რაგზაც გაიარა ბატონმა ზვიად გამსახურდია, როდესაც დაანიშნა სამართლიანი საარჩევნო კანონით არჩევნები. სამართლიანი საარჩევნო კანონი რომ მივაღებინოთ ამ მთავრობას, ჩვენ უნდა მივიტანოთ ძალა იმას კი არ ვიძახით, რომ კანონი დავარღვიოთ. ხალხის ხარდაჭერაა საჭირო, ძალიან დიდი რაოდენობის ხარდაჭერაა საჭირო. და საერთოდ ჩვენ იმაზეც ვფიქრობ და მუშაობთ, რომ შეიძლება დაისვას ესეთი საკითხი, პირადად მეც ეხლა ამაზე სერიოზულად მუშაობ და ამას მე იურისტებთან და კონსტიტუციონალისტებთან გავლის აუცილებლად, რომ საქართველოში შესაძლებელი იყოს ჩატარდეს არაპარტიული არჩევნები. არაპარტიული არჩევნები და ალბათ ამაზე ბევრი დაფიქრდება, რომ აი ეს მავნე 330 პარტია თუ რამდენია, რომ ერთიან ჩამოვიცილოთ აქედან და სოფელში ყველამ კარგად იცის, ვინ არის უწესიერესი კაცი და ალბათ თვითონ სოფელი გადაწყვეტავს, ვინ ნაირჩიოს და ასევე რაიონებში და ასე მოხდება მე იქიდან დეპუტატების შერჩევა თბილისში. ამაზე ვფიქრობთ და სერიოზული განხილვის საგანი არის, ნამდვილად საინტერესოა ეს იდეა. ქალბატონი ნონა აბაშმაძე ძალიან დიდ პატივისცემთ ამ ქალბატონს, რა ადგილს დაიკავებს ქართველთა დიდი გაერთიანების საქმიანობაში განათლების ძვირფესიანი რეფორმისა და სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ხო, განათლებაზეა ძირითადად საუბარი და როგორც გავიგე, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება. თავისთავად, მეგობრებო, როდესაც ქართველი ერი, როდესაც ისეთი არჩევნები დაინიშნება საქართველოში, ქართველი ერის ძალისხმევით, რომ თვითონ ქართველმა ერმა აირჩიოს თავისი მთავრობა და არა ბრიუსელმა, მოსკოვმა და ვაშინგტონმა, რა თქმა უნდა, ის მთავრობა პასუხისმგებელი იქნება ქართველი ხალხის წინაშე. ამიტომ პირადად ჩვენ გაერთიანებაში ბევრჯერ გვისაუბრია და პრიორიტეტი, რა თქმა უნდა, მით უმეტეს ასეთი პატარა ქვეყნისა უნდა იყოს პირველ რიგში განათლება. განათლების სისტემა უნდა იყოს ძალიან მაღალ დონეზე აყვანილი და ვიტყვი იმასაც ახლა არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი იმას, რომ გენეტიკურად ძალიან ჭკვიანი ერი ვართ ქართველი ერი და საოცარი ბავშვები მოდიან, მაგრამ შემდეგ სამწუხაროდ აი ამ ლომაიას, ამ ნაციონალურ მოძრაობის, ქართული ოცნების და აი ამ ნაძირლების ხელით ჩვენ ფაქტიურად ერთი-ორი თაობა დავკარგეთ. გაგვიფუჭეს ფაქტიურად, ესე იგი,
არასწავლეს ამ ბავშვებს არაფერი ეროვნული არასწავლეს ნორმალური განათლება არ მისცეს ყველაფერი იყო ესე იგი ლიბერალური სისადაგლეზე აწყობილი და ამ ბავშვებს ფაქტიურად ახლა მე არ ვიძახი რომ ყველა 100%, მაგრამ ძალიან დიდი მასაა რომელსაც ვერაფერს ვერ გააგებინებთ და დაწყებული ძდილობიდან არაფერი არ ესმის. ეს გააკეთეს აი ამ ნაძირლებმა, აი ამ სოროსის ფონდმა, ამ თეატუთბერიძეებმა, ლომაიებმა და ქართული ოცნებას კიდე სადეძინა, ვითომ არ იცოდნენ 13 წელი ხელისუფლებაში გაქვეყაი ხალხოდა. ეხლა აღმოაჩინეთ ფრანკლინის კლუბები და ისინი არა ბატონებო, ამას არავინ არ დაიჯერებს და არც იმას არავინ არ დაიჯერებს, რომ რუსთაველზე 250 დღე აქციაა და ვითომ ვერაფრით ვერ აკრძალეთ. ეს ბიძინა სჭირდება, ბიძინა ივანიშვილს, იმისთვის რომ ხალხს ყელში ამოუყვანოს და არიქა ბატონო ბიძინა, ბატონ ქოცება, აბა აკრძალეთ, ისეთი კანონები მიიღეთ, რომ ვეღარ გამოვიდნენ გარეთ და სინამდვილეში ეს ამას ჩვენ გვიკეთებენ, ჩვენ გვიგზალავენ და ვერჯერ გავხდით ამის მოწმე, რომ მიკროფონს არ დაგადგმევინებენ რუსთაველზე იქ, რომ მართლა საჭირბოროტო თემებზე ხალხს მიმართოთ. აი ეს არის სიმართლე. ესენი არიან ერთად. ხო და როდესაც ეხლა ლეგიტიმაციაზე ვიღაცას წყინს და ზოგიერთ ტელევიზიებს, ხო რომ ეს იყო არალეგიტიმური, ეხლა კი არ იყო. ეს ორმაგად კიდე არალეგიტიმური იყო. აბა რატომ ეხვეწება საქართველოს პრეზიდენტი, ვითომ ეხლა დღევანდელი თვითმარქვია ეს ისინი პრეზიდენტები რომ მოდიან შევარდნაძიდან დაწყებული. ყაველაშვილი ამ ნაციონალური მოძრაობის თაღლითებს ციხეში რომ მოდით. თუ აღიარებთ რომ მიიღებთ მონაწილეობას არჩევნებში შეგიწყალებთ. ასეთი მარაზმი გინახიათ სადმე? იგი ესე თუ არ გიჭირთ ლეგიტიმაცია პატიმრებზე რატომ მიგიდგათ საქმე? ძალიან კარგად გიჭირთ და მე ეს 6 თვის წინ და 7 თვის წინ ვიცოდი რომ ამიტომ უნდა გაუწიოთ აქტიური ბოიკოტი, გამოუცხადოთ აი ამ თაღლითობას, არავით არის ეს არჩევნები არ არის, ეს არის თაღლითობა არის და წარმოიდგინეთ თქვენ ეხლა ესენი თქვათ დათანხმდნენ და მივიღებთ არჩევნებში მონაწილეობას, რომ შეიწყალებს ყაველაშვილი და მერე რომ გაიმარჯვონ, ესე იგი პატიმრები და ეს თუ დამნაშავეები არიან, იქ უნდა დასვათ თანამდებობებზე და დამნაშავეებმა უნდა მართონ ქვეყანა. ამაზე პასუხი გააქვთ ქართული ოცნების წარმომადგენლებს. მე აი როდესაც არჩევნებზეა ლაპარაკი მეგობრებო, ერთი ძალიან სკანდალური რაღაც მინდა ეხლა განვაცხადო. სტატისტიკას უყურებდი და 0-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვები შეადგენს საქართველოს მოსახლეობის 19%-ს. ზუსტად ვერ ნახეთ 18 წლამდე კიდე რამდენი შეადგენს, მაგრამ ალბათ დაახლოებით 23%, ხო, 24, რა ვიცი ეს. კინაღა მეოთხედს. საქართველოს მეოთხედი, მოსახლეობის მეოთხედი არის დაახლოებით 900,000, ხო? ახლა ნახეთ 18 წლამდე ბავშვებს ხო არ ეძლებათ უფლება რომ არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა. ანუ ეს 900,000 უნდა გამოაკლო საქართველოს მოსახლეობას, ხო? 3,700,000. დარჩება 2,800,000. ეხლა მე ვეკითხები აი ამ ხელისუფლებას. საიდან მიიღეთ 3,500,000 ამომრჩეველი? არ არის ეს თაღლითობა, ეს 700,000 ადამიანი. ვის ხმებში მიდის? თავიდანვე რომ ამხელა ხმებს ითვისებთ. იმიტომ არის მე იქ ადმინისტრაციული რესურსი, მე ის და რა თქმა უნდა, აბა ვინ მოგიგებთ? ილია ჭავჭავაძე რო გავაცოცხლოთ და ზვიადი და კოსტავაკი არა, ქრისტე ღმერთი რო გავაცოცხლოთ, ვერავინ ვერ მოგიგებთ თქვენ. ესეთი წესებით ვერავინ ვერ მოგიგებთ. და აი ამიტომ მეგობრებო, ამიტომ ვიძახით, რომ ამ თაღლითობაში შესვლა არაფრით არ შეიძლება. ჯერ უნდა გავერთიანდეთ, მერე უნდა ვაიძულოთ, რომ ეს თაღლითობა ავაგზავნოთ და მივაღებინოთ ისეთი საარჩევნო კანონი, რომ ქართველ ხალხს თავად შეეძლოს აირჩიოს თავისი ღირსეული ხალხი. ხო, აი ქალბატონი ნანი ხაინდრავან წეს, რომ
რომ მოახერხოს და ჩაატაროს ოქტომბრის არჩევნები, ხომ ძალიან გართულდება ბრძოლა რის დაგვაიმედებს. არაფერი არ გართულდება, მეგობრებო, დღესაც ზიან პარლამენტში, ვითომ პარლამენტში ახლა მარტო ქართული ოცნებაა, არავინ არ ცნობს საერთოდ არც ერთ საერთაშორისო ის, აქამდე კიდე დიდი თაღლითობა იყო, რომ ცნობდნენ ხან ნაციონალებს, ხან იმას, მაგრამ რა თქმა უნდა, უკვე არავინ არ ასნობს, იქაც განყოფილებია, იცით თქვენ და ერთმანეთის წრები არიან და ერთი ამბავი, მაგრამ სიმართლე თუ გინდათ, რა თქმა უნდა, როგორ შეიძლება ამის ცნობა, რომელ სამართლიან არჩევნებზეა საერთოდ ლაპარაკი. მთელი კორუფცია და ძალიან კარგად იცის თელმა საქართველოს, რომ მილიარდი ლარი დახარჯა არჩევნებში ქართულმა ოცნებამ. ანუ ყველა სამთავრობო კომპანიები, რომლებიც ტენდერებში იმარჯვებენ, ყველა ვარდებულია ჩაურიცხონ ფული. აი ესეთი ყალბი ისინია. მერე მილიარდი რო გექნება ანგარიზე, ახლა რამდენი კოორდინატორები ყავთ, ფასიანები და ამ კოორდინატორებს რამდენი ოჯახის წევრები და მიდი ახლა შენ და იმას ელაპარაკე კონცეფციებზე და იმაზე რომ როცა ფულს იგებს ის ფულს რო აძლევ პირადად ხელში და მოსყიდული ყავს. აბა რა შეხარჯავენ ამ მილიარდებს ერთი ვერ გავიგებ. რითი უნდა დაგაიმედოთ, ყველაფერი არის ქართული ხალხის გადასაწყვეტი. მე აქვე ვიტყვი, რომ ჩვენ 21 სექტემბერს არ ვიცი, ვფიქრობთ რესპუბლიკის მოედანზე ჯერ არ ვიცი, გადაწყვეტილი არ გვაქვს, შეიძლება ეს იყოს დედაენის ბაღში. აუცილებლად გავაკეთებ ძალიან დიდ აქციას. წინასწარ რამდენიმე დღით ადრე მანქანებით შემოვლით მთელ თბილისს, რომ მასიურად გაიგოს თელმა ქალაქმა და დანარჩენი უკვე საინფორმაციო საშუალებებით ყველაფერთ აბსოლუტურად მე ვთვლი, რომ 80%-ს ეწოდინება უკვე. ხო და უნდათ გადარჩენა, უნდა გამოვიდნენ. გამოხვალთ ბატონებო. შედეგის გარეშე არ დავიშლებით. ამის პირდაპირ პასუხს გაძლევთ ეხლა მე თქვენ. არავითარ შემთხვევაში პატიოსან სიტყვას გაძლევთ არ დავიშლებით. გამორიცხულია და პირდაპირ მოვთხოვთ საარჩევნო კანონზეც ის რომ დაუყოვნებლივ და ყოველგვარი ავტომატიურად ვინც კი დაბრუნდება ქართველი საქართველოში თუ რაღაცა ახლა სასწაული კრიმინალი და რაღაც არ არის, ეს ჩვენი საქმე არ არის. ვისაც დაკარგული აქვს საქართველოს მოქალაქეობა, ყოველგვარი გამოცდების და 500 ლარის გადახდების გარეშე უფასოდ აღუდგინებ ის რა ქვია საქართველოს მოქალაქეობა და მესამე აიკრძალოს ჩვენი განსაკუთრებით კატასტროფული დემოგრაფიული მდგომარეობიდან გამომდინარე უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ბინადრობის მოწმობების გაცემა. აი ამას ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვთ, თუ ხალხი მხარდაგვიჭერთ და გამოხვალთ, მოვითხოვთ რომ მოვიდნენ მთავრობიდან, იუსტიციის სამინისტროდან, მიიღონ გადაწყვეტილება და მერე დავიშლებთ. თუ ხალხი არ გამოხვალთ, ვერაფერს ვერ გავაკეთებთ, თუ მოვა 500 კაცი, დავიშლებით და წავალთ სახში, იმიტომ რომ 500 კაცს არავინ არ მოусმენს, ეს თავრობა არასოდეს არ მოусმენს. ეს არის ჩვენს ხელში. გვინდა გავაკეთოთ. გავაკეთოთ. არ გვინდა ვერ გავაკეთებთ. ეხლა იყო აქ რაღაცა დაიწერა კიდევ 18 წლის კონსტიტუცია, 18-21 წლის კონსტიტუციის აღდგენაზე რა სიტყვითო და ძალიან ჯერეთი ჩვენზე ჭკვიანი იყო, ვიად გამსახურდია და მას ყავდა ბევრი ძალიან ჭკვიანი კონსტიტუციონალისტები და სწორი გათვლა გააკეთა, რომ როდესაც საბჭოთა კავშირიდან გამოდიოდა, კავშირის შემადგენლობიდან, სწორედ მათი კონსტიტუციის მეშვეობით გამოვიდა ეს გარდამავალი კონსტიტუცია, რომელიც მოქმედებდა 91 წელს, მუშაობდა და უნდა შეექმნა ქართული სახალხო ნამდვილად აი რაღაცა საოცნებო კონსტიტუცია ქართული საზოგადოების სახელმწიფოსთვის, მაგრამ არ დააცადეს. ხო და რაც შეეხება ახლა იმას, რომ 18 წლისა არ იყო ჯერ ერთი აქ
ვიღაცამ დაწერა ის კონსტრუქცია არ იყო 21 წელს მიიღეს და დღევანდელ დღეს ეხლა ის კონსტიტუცია ვერ პასუხობს ბევრ რაღაცას იქ ძალიან ბევრი ისეთი ნიუანსებია რომ საუკუნე გავიდა კაცო და ხო და მეორეა კიდევ რომ ჩვენ იმას ვერ დაუბრუნდებით იმიტომ რომ გაკეთდა მაგრამ იმ კონსტიტუციას არ უნდა დაუბრუნდეთ კიდევ იყო აქ რატომ არ იყო მაგალითად 1801 წლიდან როდესაც ხომ შეიძლებოდა მონარქიულ იქიდან დაგვეწყო მაო და არ შეიძლებოდა რა თქმა უნდა არასწორი იქნებოდა მე აქ კიდევ ერთხელ ვუჭერ ბატონზეად გამსახურდია აი ამ ჭკვიან მოქმედებას იმიტომ რომ ისე დავებოდა არა რუსეთის მეფის მთავრობას არამედ საბჭოთა კავშირს და სწორედ საბჭოთა კავშირის მოსთხოვა პასუხი რომ ჩვენ ვიყავით დამოუკიდებლები და თქვენ დაგვამხეთ საბჭოთა კავშირმა ეს იყო აბსოლუტურად სწორი ფორმულირება და სწორად გააკეთა ყველაფერი ახლა ძალიან კიდევ ერთი საინტერესო რამეა ეხლა კაც თავდასხმები იყოს რატომ ვერ ერთიანდებით ეს ძალიან ხშირად ისმევა ეს კითხვა თქვენ და ალტ-ინფო კონსერვატორები მოდით ეხლა ყოველგვარი სიძულვილის გარეშე რატომღაც მიაჩნიათ რომ მე ვიღაცა ბძულს არავინ არ ბძულს ქართველი როგორ შეიძლება ბძულდეს ქართველი ხალხი და ან მათი მხარდამჭერები როგორ შეიძლება ბძულდნენ მით უმეტეს რომ ძალიან ბევრი გულწრფელად კონსერვატიული მიმართულებისა სწორედ ასეთ ხალხი ასეთ ხალხზე მეც პატივს მაგრამ ნახეთ რაშია საქმე მე რაც ახსენი ზუსტად რომ ეს სისტემა რომელიც 92 წლიდან ანგრევს და დაანგრია უკვე დაგვანგრია თავზე დაგვანხო ხო ქვეყანა ამ სისტემიდან არ გადის ალტ-ინფო ემზადება ადგილობრივი არჩევნებისთვის ეს თაღლითური არჩევნებისთვის შემოდგომაზე რომ უნდა ჩატარდეს და წინა არჩევნებშიც იცით თქვენ რომ მიიღო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა ხო ჩვენ აბსოლუტურად კარდინალურად განსხვავდება ჩვენ პარტია არა ვართ ჩვენი ქართველთა დიდი გაერთიანება არის ახალი ეროვნული მოძრაობა ასე ვთქვათ მამული ენა სარწმუნოების დასაცავად და როგორ შეიძლება ჩვენ აი ამ თაღლითობაში შევიდეთ და მე იქ რაღაცა ამათმა იმაიმუნო დაგიწერონ რაღაცა 1% 2 რაღაც სისულელეები ეს რა ქართულ ხალხს ითი დაეხმარება ეს ან თუნდაც ალტ-ინფოს ლიდერები 4-5 კაცი რომ შევიდეს საკრებულოებში მერე და საქართველოს რა აი კითხვასვამ საქართველოს რა თქვენ ამ სისტემას კი არ უნდა ემსახურებოდეთ ბატონებო ამ სისტემის დანგრევისთვის უნდა ვიბრძოდეთ რომ ამან დაანგრია ქვეყანა ყველაფერი მოსყო თქვენ წარმოიდგინეთ ისეთი კლანური მაფიაა ესე ჯერ მარტო პროდუქტებზე შეხედეთ რატომ იძახის რატომ არიან გაკურებული თურქეთიდან რომ ონკოლოგიური დაავადებით რომ შედის უყველან ყველაფერი მოწამლული შემოაქვთ აი ამ მაფიოზებს ხომ რა წერია კანონში მიხეილ სააკაშვილმა რა ჩაწერა როგორი კანონი მიიღო რა ქვია იმას სურსათის უნებლობის სამსახურმა რომ შეამოწმოს პროდუქტები სვარგისიანობა რომ არ მოწავლოს მომხმარებელი სისხლის სამართლის პასუხისგებლობით იჯება იცით თქვენ ეს აი ეს პროფესორმა ეპიტაშვილმა განაცხადა კონფერენციაზე მე ვესწრებოდი ესე იგი არავის არ აქვს უფლება შეამოწმოს იმიტომ რომ ეს კანონი იმიტომ ჩაწერეს რომ რა ნაგავიც უნდა შემოიტანონ მამას სისხლის ფასად გაყიდინონ და ბოდიშით და სულაც არ აინტერესებს მე აქ ვინ მოიწამლება და ვის ონკოლოგიური დაავადება გაუჩნდება და ვის რა დაემართება სულ როგორც მე მისგან გავიგე 51 ადამიანია მთელ საქართველოში დასაქმებული და ჩემი ასაკის ხალხს კარგად ახსოვს სანეპით სამსახურებში რამდენი ადამიანი მუშაობდა მთელ საქართველოში და შემოწმება სერიოზული იყო არაფერი აკრძალული აქვს ყველაფერი რაც უნდა შემოიტანონ ესე იგი მოწამლული ნაგავი ისე უნდა მიიღო რომ არავის არ კონდეს იმის შემოწმების უფლება აი ასეთ საქართველოში ვცხოვრობ დღეს თავზე გვაქვს დამხობილი მთელი ქვეყანა ყველა გარბის ყოველწლიურად ქვეყნიდან და თავს შემოგვახვიეს ამხელ არაბები
პაკისტანელები, ინდოელები ჯერ სადავართ კიდე ნახავთ ახლა სექტემბრამდე კიდევ რა გელოდებათ. იყიდება მიწები 1 ლარად, 100 ლარად, მთელი თბილისის გარშემო არაბებს აქვს ნაყიდი და ძვირფასი ტერიტორია. თუნდაც ქართველი ავიღოთ იმდეს სეზონში რო ვთქვი მე. ჯერ იყო ნაციონალურ მოძრაობაში იყო ეს კოხოძე და საირმე აი ესე შეისყიდეს ეს ძვირფასი ისინი რა ქვია უძრავი ქონებები. ეს საირმე შეისყიდა მან 60,000 ლარად, რომელიც ღირდა მინიმუმ 600,000 ნახევარ მილიონზე მეტი. სათამაშოს ფასებში აქვს შესყიდული ყველაფერი, რომ ხალხს მერე ხალხისთვის კაბიგები მიეცათ. ამის მერე, როცა ნაციონალური მოძრაობა დამარცხდა, გადაბარგდა ქართულ ოცნებაში. მერე იქ აი ამ საირმის თავზე იქ ბაღდათი და ისინი ხლა იქით 13,202 ჰექტარი 59 წლით გადასცეს. ეს რამდენია, იცი? 13 კილომეტრი 10-12 კილომეტრზე სიგანით. თა, ტყე, მდინარეები. ეს ხალხო არ ვიცი მე, ეს დასაშვებია? ეს შეიძლება? ამის შემდეგ კიდე ესეც არ იყო. 1400 ჰექტარი 1000 ლარად მისცეს. დანარჩენმა ხალხმა რა ქნას, რო ათხავ მთელი საქართველო რო ისაკუთრებთ, დინარე, ტყეები, მთები. დანარჩენმა ხალხმა რა ქნას. აი ამიტომ გარბის მეგობრებო სულ ყველა საქართველოდან და ამიტომ შემოდის ეს ზანგები და ეს უბედურობები. აი ამიტომ არის აუცილებელი 21 სექტემბერს ღვთისმშობლობას, როდესაც გამოვაცხადებთ, ყველა უნდა გადადოს საქმე, უნდა გამოხვიდეთ სულ ყველანი. უნდა გამოხვიდეთ და სამშობლო დავიცვათ. ჩვენ პარტია კი არა ვართ, არჩევნებში კი არ ვიღებთ მონაწილეობა. არავით არავის ხმა არ გჭირდება, ჩვენ სამშობლო გვიყვარს და არ გვემეტება დასაკარგავად. ამაზეა ლაპარაკი, უსასყიდლოდ გეუბნებით ამას ჩვენ. უანგაროდ გეუბნებით, ან როდის ყოფილა კანონიერი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ რაღაცა ფული ქონოდეს, ან რაღაცა მოგვეპაროს ჩვენ ბიუჯეტიდან. რამდენიმე მინისტრი და ის მინახია ჩვენი მთავრობიდან სამარშრუტო ტაქსის ფული არ ქონია, ბევრჯერ გადამიხდია მე ასეთი ჩვენი ძველი მინისტრებისთვის. გზის ფულიც რომ არ ქონიათ. ამას გეუბნებით ნამდვილი მოძრაობა, რომ დავიცვათ ჩვენი სამშობლო და აქ ყველა უნდა გაერთიანდეს კაცო. აქ არ არის იმაზე ლაპარაკი, ვინ იქ შევიდეს საკრებულოებში, ოხრად დარჩა ეგ ისა რა ქვია საკრებულოებში. ესენი გაიფორმებენ რაც უნდათ, მაგრამ ამათ არავითარ ლეგიტიმაცია არ ექნებათ. ჩვენ აქტიურ ბოიკოტს გავწევთ, რაც მე ნაკლები მიიღებს მონაწილეობას, არავინ არ ცნობს მაგას და საერთოდ არაფერი თვითონაც ვიტყვებია, რომ საერთოდ არანაირი ძალა არ აქვს. ეხლა ასე რო არ უჭირდეთ, ასეთი სამარცხვინოები რო არ იყვნენ, ვითომ ასამართლებენ და ახლა შეგიწყალებთ არჩევნებში მიიღეთ მონაწილეობა. თუ თქვენი მართლა რა სამარცხვინოები ხართ, არავითარი თქვენ ის არა გაქვთ, რა ქვია, კანონზე ლაპარაკით რო უყეზეთ მეტი. ხო და ამას ვამბობ ბატონებო, ეხლა ალკინფოს თუ უნდა ეროვნული საქმე გააკეთოს, ადგილობრივ ამ თაღლით თუ არჩევნებში კი არ უნდა იღებდეს მონაწილეობას. ამას ვერანაირად ვერ ამიხსნიან. რატომ იღებ ამ სისტემაში, რატო შედიხარ და რატომ იღებ ამ თაღლითობაში მონაწილეობას? თუ გინდა რომ ერი გადაარჩინო, მოდი გადავარჩინოთ მაშინ. დაანებით თავი ყველაფერს და მე არავითარი არა ვარ კაცო. სწორი პოზიცია დავიკავოთ ყველა. ეხლა რა თქმა უნდა, ეხლა აი შეკითხვა არის კიდევ ის არის რა, პირადში მომწერეს ზოგიერთ თემა და არ უნდათ რომ სახელი და გვარი დავასახელო. ჩატარდაო კანონიერი ხელისუფლების მიერ ღია ცისქვეშ ეროვნული ყრილობაო და რა სიტყვით ამაზეო. რა უნდა ვთქვა ეხლა, მე რა ვიცი ეხლა არასერიოზულად მეჩვენება, კანონიერ ხელისუფლება ჯერ რა თუნდა რა ეროვნული ყრილობა უნდა კაცო. კანონიერ ხელისუფლებას არასოდეს კაპიტულაციაზე ხელი არ მოუწერია. და კიდევ რაღაცა სამართლებრივი ეროვნული ყრილობა ჭირდება რა, დახობილი არ იყო, უკანონოდ არ იყო
რა ქვია განდევნილი თუ რა იყო ვერ გავიგე თუ ეს იყო გამოსავალი რომ 500 კაცი კაი ახლა შეიძლება მომედავნ 1000 კაცი 1000 კაცი გავიდა ღიაცისკენ და ხელი აციეს რომ ადგეს კანონიერი ხელისუფლება თუ ეს საჭირო იყო თქვენ კაი ხალხო 73 წელში სამჯერ 1000 კაცი მოვიყვანით და ხელს ავაწევინებდით ესე და თავთავდებოდა ყველაფერი მაგრამ რა უნდა იქ ნანა დოლიძეს რა ისა რა ქვია დოლიძე როა რა ქვია კაცო მაგოგოს რა პასუხი გას ამ დოლიძემ ანადოლიძე ვინ გაფინანსებთო და 30 არასამთავრობო ორგანიზაციო აბა ეხლა რაღაცია რა რომელ კანონიერ ხელისუფლებაზეა კაცო აქ ლაპარაკი ვინ იყვნენ მე არ ვიცი ეხლა იქ ბევრი იყო მე ვიცი ბევრი შეიძლება შემცდარიც იყო ძალიან ბევრი ჩემი მეგობარიც იყო ძველი და ძალიან ბევრი პატრიოტანი ადამიანიც იყო ვიცი მაგრამ ვინც ამას თაობს ხო მართლა თუ 30 არასამთავრობო ორგანიზაცია გაფინანსებთ ეხლა ამ ხალხს საიდან დაესწრო იქ თქვენთან რომ მოვიდა ან კიდე ფორმულა როგორ გაგაშუქათ ერთი ეგეც მიყვეს ეხლა ფორმულა მამული ენა სარწმუნოებას და ქართველთა გაერთიანებას იმას გააშუქებს რომელ კანონიერი ხელისუფლებაზე ეხლა რასაც თქვენაობთ იგივე სამობს პატაბურჭულაძე ზუსტად და ეხლა ამდენი განაცებული ისინია კიდევ იქ რა ქვია დეპუტატები რა თქმა უნდა ვიცი კუდების ბევრი ის მერაბჩუქვა რო დადეს კიდევ კანონიერი ხელისუფლების აღდგენა თუ კიდე მერაბჩუქვა ვითომ ერთ-ერთი ლიდერი რომ ხარ რო შემოგიხვევი ხუთჯვრიანი დროშა კანონიერი ხელისუფლების დროშა ხუთჯვრიანი დროშა თუ დავდო ეხლა ფოტო ან კიდევ 13 მარტის დადგენილებაზე როცა ვსაუბრობთ ეხლა ზოგმა იქ ლიდერმა პარტია ჩამოაყალიბდა შარშან 0.1% მიიღო და მონაწილეობდა უკანონო არჩევნებში რომელსაც უკრძალავდა ბატონი ჟიად გამსახურდია რატომ მიიღეთ მონაწილეობა რატო დაარღვიეთ უზენაეს საბჭოს და პრეზიდენტის დადგენილება და რატომ მიიღეთ არჩევნებში მონაწილეობა ან ეს ნაწყობილი მინისტრი ეხლა ჩუხუა შიშით როხმას ვერავინ არ იღებს არიქა ის არის სუსის წევრია მოდი რა ვისაც ეშინია იმას ეშინოდეს რა მიშა სააკაშვილის მინისტრი იყავს შენ ვინ უნდა დაგიჯერო შენ როგორ უნდა აღადგინო კანონიერი ხელისუფლება და ვინც ამ ხალხს დაძდებს არაფერი აღარ ესაქმება იმას კანონიერ ხელისუფლებასთან და კონსტიტუციური სამართლიანობის აღდგენასთან და სიმართლე თუ გინდათ არავითარი კანონიერი ხელისუფლებაზე აღდგენა ეს არის ჩაგდებული შემოგდებული ზუსტად ტრების მიერ ეს ვერასოდეს ვეღარ მოხდება საერთოდ ის ვერ გაიგებს ზოგი ნაცებია ზოგი კოცებია იმ დეპუტატებშიც აქ უნდა მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ კონსტიტუციური სამართლიანობის აღდგენა და ძალიან საერთოდ არ მინდა მე ახლა ის აღვადგინო რომ იქა ბეჟან ჯავახია და ბიმურზა დადეშქელიანები და ესენი იჯდნენ იმ კანონიერ იმაში ხელისუფლებაში და მე ნაციონალური მოძრაობა დამიშვას იმაში ხელისუფლებაში გამორიცხული ყველა ეგ არასოდეს არ მოხდება უნდა მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ კონსტიტუციური სამართლიანობის აღდგენა ამოქმედება 13 მარტის დადგენილება და ეს მთავარები და ყველაფერი რო აქვს რა ქვია მითვისებული და გაცემული უკანონოდ ერთლარად ორლარად და რა ქვია 100-ლარად და ამოდენად ისინი რო აქვს უცხოელებზე გაყიდული უძრავ-მოძრავი ქონებები და აღარ მინდა ეხლა გული მტკივა ცხეთის გარშემო მთლიან ამ წმინდა ადგილზე ყველაფერი გაყიდული და გაისა აქვს ხო აი ეს ყველაფერი გამოცხადება უკანონოდ და უკანონიერად დაუბრუნდება სახელმწიფოს და დაუბრუნდება ქართულ ხალხს ყველაფერი გადაეცემა თანაბრად ქართულ ხალხს აი ესე მოხდება ყველას ჩამოერთმევა უკანონოდ მითვისებული აი ეს სიმდიდრეები და თუ თქვენად არ იქნებიან კიდევ ძალიან კაცრი მიდი გასამართლებია კიდევ ეს არის სამართალი ასე უნდა იყოს არ ვიცი მეგობრებო ეხლა რა გითხრათ რას ვაპირებთ 1 სექტემბრიდან ჩვენ გვაქვს გეგმაში რომ უკვე უნდა გქონდეს ტელევიზია და პირდაპირ ეთერები დავიწყოთ აი ამ მეტად მნიშვნელოვან თემებზე
და 21 სექტემბერს უკვე რო თბილისი კარგად შეისრობა, ჩვენ წინა დღეებში ძალიან სერიოზულად ვიმუშავებთ ყველანი. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ყოველ შემთხვევაში თბილისის 80%-ს გავაგებინებთ, დანარჩენი თქვენზეა დამოკიდებული. მოხვალთ, შედეგი იქნება ძალიან დიდებული. ძალიან დიდი საქმე დაიწყება და ჩათვალეთ, რომ ეს იქნება ის ნაბიჯი დიდ გამარჯვებამდე, დიდ ისტორიულ გამარჯვებამდე რომ მივალთ. არ მოვა ხალხი, მოვა 500 კაცი, ესე იგი მაშინ ერი მკვდარია და არ უნდა და ეხლა თუ არ უნდა გადარჩენა, მე და ჩემი მეგობრები ვერაფერს ვერ ვისურვებთ. ფაქტია, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, ალალი გულით ყველაფერს ბოლომდე მივიყვანთ, ცდელობას არ დავაკლებთ და დანარჩენი ხალხია დამოკიდებული, ჩვენ ხალხის გარეშე ვერაფერს ვერ გავაკეთებთ. აი ეს მინდოდა მეთქვა, მერთი იყოს ჩვენი მფარველი. იმედია, რომ ხალხი გამოფხიზდება, რომ ძალიან დიდი უბედურობა გველის ძალიან მალე, ეს ყველა მხრიდან გვიტევენ უკვე და არ არის სხვა გამოსავალი თუ ქართველიერი არ გავერთიანდით. ერთადერთი გამოსავალი არის ეს. მერთი იყოს ჩვენი მფარველი და ღმერთის იმედი მაინც გქონდეს მეგობრებო და ერთმანეთის იმედი. კარგად ბრძანდებოდეთ.